რა შეგრძნება იქნებოდა გაღვიძება დედამიწის ყველაზე ძლიერ ქალაქში. არა დღეს, არამედ 2000 წლის წინ. წარმოიდგინე ქალაქი, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სადაც სენატორები და მონები ერთსა და იმავე ქუჩაზე დადიან, სადაც ახალი პურის სურნელი ეტლების ბორბლების მწვერს ერწყმის და სადაც იმპერიის კანონები, იმპერიისა, რომელიც ბრიტანეთიდან მესოპოტამიამდე იყო გადაჭიმული, ყოველდღიურად იწერება, განიხილება და სრულდება. ეს არის რომი, არა ის ჩუმი ნანგრევები, რომლებსაც დღეს ხედავ, არა მარმარილოს დამსხვრეული სვეტები მუზეუმის მინებს მიღმა. ეს არის ცოცხალი რომი, ქალაქი, რომელიც სუნთქავს, ხმაურიანი, ქაოსური, საშიში და ამავდროულად გრანდიოზული. ქალაქი, სადაც ყოველი ქუჩა ისტორიას ყვება, სადაც ყოველი დღე ძალაუფლების, გადარჩენისა და დიდების ბრძოლაა. ამ ვიდეოში ჩვენ რომის ერთ სრულ დღეს გავივლით. იმ წუთიდან, როცა ქალაქი მზის სამოსვლამდე იღვიძებს, იმ ბოლო ლამპრამდე, რომელიც შუაღამის შემდეგ კრება. ნახავთ, რა სჭამდნენ ჩვეულებრივი რომაელები, სად დადიოდნენ, რის ეშინოდათ, რას ზეიმობდნენ და როგორ ცხოვრობდნენ ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს ცივილიზაციაში. რომი მზეს არ ელოდება. სანამ პირველი სინათლე 7 ბორცს შეეხება, ქალაქი უკვე მოძრაობს. სუბურას ქუჩები რომის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, ყველაზე ხმაურიანი და ყველაზე ქაოსური უბანი, არასდროს დუმს ბოლომდე. ვაჭრები, რომლებსაც დღისით ეტლების გადაადგილება ეკრძალებათ, ახლა ქვით მოკირწყულ გზებზე გრუხუნით მიიწევენ წის. ბორბლები ბაზალტის ფილებს ეხახუნება, ხარები ცილჰაერში ორთქლის ღრუბლებს აფრქვევენ. ნისულები, უზარმაზარი მრავალსართულიანი საცხოვრებლები, სადაც რომის მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს. ნელ-ნელა იღვიძებს. ადამიანების უმეტესობა პატარა ბნელ ოთახებში ცხოვრობს, არც გამდინარე წყალი, არც საკუთარი სამზარეულო, არც გათბობა, გარდა პატარა თიხის მაყლებისა. ხანძარი მუდმივი საფრთხეა და ეს ყველა მიცის. ქუჩების პირველ სართულზე აბერნები უკვე გახსნილია, მცხოვრებლები მთელი ღამე მუშაობდნენ. რომაული საცხობი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. ემერის ხობლისგან დამზადებული ბრტყელი პურები ქვის ღუმელიდან გამოაქვთ და დახზე აწყობენ, სანამ ქალაქი ბოლომდე გაიღვიძებს. ნელ-ნელა სინათლე ვრცელდება. ფორუმ რომანუმზე პირველი ადამიანები იკრიბებიან. რომი 10 სოციალურ იერარქიაზეა აგებული და დილის საათები ერთ რიტუალს ეკუთვნის, სალუტატიოს, დილის მისამებას. დიდარი რომაელები საკუთარ სახლებს აღებენ კლიენტებისთვის, ღარიბი მოქალაქეებისთვის, გათავისუფლებული მონებისთვის და მათზე დამოკიდებული ადამიანებისთვის. ისინი პატივის მისაგებად მოდიან თხოვნით და მცირე საჩუქრების მისაღებად საკვები ან ფული, რომელსაც სპორტულა ეწოდება. ეს ქველმოქმედება არ არის. ეს რომაული პოლიტიკაა მისი ყველა ფუნდამენტური ფორმით. ადამიანის ძალაუფლებას მხოლოდ ოქრო არ განსაზღვრავს, არამედ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ყოველ დილით მის კართან ჩდება. ქალაქის აკვედუკები გვიანი იმპერიის პერიოდში ყოველდღიურად მილიონობით კუბურ მეტრ წყალს აწვდიან რომს. ისინი ამარაგებენ შადრევნებს, აბანოებს, იმპერატორის ბაღებს და მდიდრების სახლებს. ფორუმი სწრაფად ივსება. ეს ღია სივრცე, რომელიც ტაძრებით, ბაზილიკებითა და სამთავრობო შენობებით არის გარშემორტყმული, ერთდროულად არის ბაზარი, სასამართლო, პოლიტიკური სცენა და სოციალური ცენტრი. ერთ ჩვეულებრივ დილას აქ შეიძლება ნახოთ. სასამართლო დავა ღია ცის ქვეშ, ვაჭრები, რომლებიც მიწის გარიგებას აფორმებენ, მღვდელი, რომელიც ვესტას ტაძარში მსხვერპლსაწვივას ატარებს, მშობი, რომლებიც გრამატიკის გაკვეთილს ესწრებიან კოლონადის ჭრილში. რომში განათლება პირდაპირ ქუჩაში იფატება. ქალაქის ხმაური მისი მუდმივი ფონია. დიდ ბაზილიკებში ფულის გადამცველები მაგიდებთან სხედან და კონტრაქტები იწერება, იურისტები საქმეებზე კამათობენ. რომაული სამართალი უკვე ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სამართლებრივი სისტემაა, რაც ძველ სამყაროს ოდესმე შეუქმნია. ფორუმის მიღმა ბაზრები სრული ძალით მუშაობს. ტრაიანეს ბაზარში 150-ზე მეტი მაღაზია, იყიდება მარცვლეული ზეთისხილი, ზეთი, ღვინო, სანელებლები, თევზის соуსი, აბრეშუმი და სამკაულები. სანელებლები ინდოეთიდან მოდის, აბრეშუმი ჩინეთიდან, ქარვა ბალტიის ზღვის სანაპიროებიდან. რომი 3 კონტინენტის სავაჭრო ქსელის ცენტრში ზის და ამის მტკიცებულება ყველა დახზე ჩანს. შუადღისათვის რომის მასშტაბის იგნორირება უკვე შეუძლებელია. კოლიზეუმს 50-დან 80,000-მდე ადამიანის დატევა შეუძლია. მისი ინჟინერია განსაცვიფრებელია. თაღოვანი დერეფნები, პანდუსები, დანობრილი შესასვლელები, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ უზარმაზარი არენა წუთებში შეისვოს და დაიცალოს. ხის იატაკის ქვეშ ჰიპოგეუმია, მიწისქვეშა გვირაბები, გალერეებისა და მექანიკური ამწეების ქსელი. სწორედ აქედან ამოყავთ ცხოველები და გლადიატორები პირდაპირ არენაზე. პანთეონის გუმბათი, 44 მეტრის დიამეტრით, დღემდე მსოფლიოში ყველაზე დიდი არა არმატირებული ბეტონის გუმბათია. მის თავზე მხოლოდ ერთი ღიობია ოკულუსი. ეს შენობის ერთადერთი სინათლის წყაროა. და მზის სხივი ნელ-ნელა მოძრაობს იმპერიაში, თითქოს უზარმაზარი მზის საათი იყოს. რომაული ბეტონი, რომელიც ვულკანურ ფერს შეიცავს, ასაკთან ერთად უფრო მტკიცე ხდება. მას წყალშიც შეუძლია გამაგრება. მის გარეშე ეს ყველაფერი ვერ იარსებებს და შუადღისას ოფიციალური სამუშაო დღე თითქოს ჩერდება და სწორედ მაშინ იხსნება აბანოები. ყარაკალას აბანოები 13 ჰექტარზე გადაჭიმული და ერთდროულად 1600 ადამიანს იტევს. შესვლა იაფია. ხანდახან საერთოდ უფასოც. იმპერატორის პოლიტიკური ჟესტის გამო მნახველები ოთახიდან ოთახში გადიან. ბრიგიდარიუმი, ცივი აუზი, ტეპიდარიუმი, თბილი დარბაზი, კალდარიუმი ორთქლით სავსე ცხელი სივრცე. ყველაფერს ჰიპოკაუსტის სისტემა ათვობს, იატაკის ქვეშ მოძრავი ცხელი ჰაერი. აბანოების გარშემო ბიბლიოთეკებია, სალექციო დარბაზები, ბაღები, საკვების გამყიდველები და დალაქები. რომაელ მოქალაქეს შეუძლია შუადღით მოვიდეს და საღამომდე აღარ წავიდეს. იბანაოს, ივარჯიშოს, მოусმინოს ფილოსოფოს და აღმოსავლეთის საზღვრებზე პოლიტიკაზე იმსჯელოს. როცა თამაშების დღეა და რომში ასეთი დღეები ხშირია, კოლიზეუმი შუადღისთვის უკვე სავსეა.
არენაზე გადარჩენა ნიშნავს დიდებას, ფულს და პოპულარობას. წარმატებული გლადიატორების გამოსახულებები ქალაქის კედლებზე იხატება. პომპეის გრაფიტები კი მათ გამარჯვებებს თითქმის თანამედროვე სპორტული ვარსკვლავების ენთუზიაზმით აღწერს. როცა დღის სიცხე იკლებს, რომაული რელიგიური ცხოვრება ყველა ქუჩაზე ჩდება. რომი უკიდურესად მრავალღმერთიანია. ის ითვისებს ყველა იმ ხალხის ღმერთებს, რომელსაც იპყრობს იუპიტერი, იუნონა, მინერვა. ეგვიპტიდან შემოსული ისიდა კი საკუთარ ტაძრებში ერთგულ თაყვანისმცემლებს იზიდავს. ვესტას ქალწულები 6 ქურუმი, რომლებიც ბავშვობიდანვე ირჩევიან წმინდა ცეცხლს იცავენ. ეს ცეცხლი არასოდეს არ უნდა ჩაქრეს. ვესტალებს უნიკალური სამართლებრივი სტატუსი აქვთ. ისინი ერთ-ერთი იშვიათი ქალები არიან რომში, რომელსაც შეუძლიათ საკუთრების ფლობა, ანდერძის დაწერა და სასამართლოში ჩვენების მიცემა აკაცის მეურვეობის გარეშე. რომში რელიგია პირადი საქმე არ არის, ეს ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილია. ყველა მნიშვნელოვანი ქმედება მსხვერპლ შეწირვით, წინასწარმეტყველებით და რიტუალით სრულდება. ღმერთები შორს არ არიან. ისინი რომის ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ. დიდრებისთვის საღამოს სცენას ეკუთვნის და ეს უბრალო ვახშამი არ არის, ეს წარმოდგენაა. ფორმალური რომანული ვახშამი, სადაც სტუმრები ბალიშებიან ტახტზე წვანან დაბალი მაგიდის გარშემო. სრული სცენა სამ ნაწილად მიმდინარეობს. გუსტატიო კვერცხებით ზეთისხილი და დამარილებული თევზი. პრიმაე მენსაე შემწვარი ხორცი და რთული соуსები. სეკუნდაე მენსაე ხილი და თაფლის ნამცხრები. ღვინო ყოველთვის წყლით იზავება. მისი განუსაზღვრელად დალევა ბარბაროსობად ითვლება. საუბარი პოლიტიკას, ფილოსოფიას, ლიტერატურას და ჭორებს შორის მოძრაობს. ფონზე მუსიკოსები უკრავენ, ხოლო უბრალო ხალხი თერმოპოლიუმებში ჭამს ქუჩის პატარა დახლებთან, სადაც ცხელი ოსპი, შემწვარი მუხუტი და იაფი ღვინო იყიდება. ამის დადგომასთან ერთად რომი ისე იცვლება, დიდრები ჩაკეტილ სახლებში ბრუნდებიან, მაგრამ ქუჩები არც არიელდება, ისინი უბრალოდ სხვა სახეს იღებენ. დღისით აკრძალული ეტლები ისე უბრუნდება, რკინის პრობლემის გრუხუნი ქალაქს ძილის საშუალებას არ აძლევს. იუვენალი წერდა, რომ ღამის ქუჩებში დაძინება თითქმის შეუძლებელი იყო. მთელი ქალაქი ქვის გზებზე მოძრავი რკინის ბორბლების უწყვეტ გრუხუნში ცხოვრობდა. ვიგილები, 7 კოჰორტა, რომლებიც ძირითადად მეხანძრეებად მუშაობდნენ, პატრულირებდნენ და წესრიგსაც აკონტროლებდნენ. ტავერნებში ღვინო დილამდე ისხმება, კამათლები ლამპრების შუქზე გორავს, საყვარლები კარიბჭეებთან ხვდებიან ერთმანეთს, ქურდები ჩუმად მუშაობენ, სადაც ბავშვი იბადება, სადაც მოხუცი კვდება. რომი ამ მომენტისთვის არ ჩერდება. ის უბრალოდ აგრძელებს მუშაობას. დაუნდობელი, რთული, გულგრილი და ცოცხალი. ეს არის ერთი დღე უდიდეს ქალაქში, რომელიც ძველ სამყაროს ოდესმე აუშენებია. და ხვალ, მზის ამოსვლამდე ყველაფერი თავიდან დაიწყება.